დღეს მინდა და გადამეღო იცით როგორი ვიდეო, ვითომ ვარ ინფლუენსერი და როგორ ვიდეოებს იღებენ ქართველი ინფლუენსერები. 5 საათია გავიღვიძა. ვარჯიშზე წავიდეთ. თქვენ როგორ ხართ ჩემო სიყვარულებო? I'm done. მე რასაც ვამბობ მაგას გულს ფრად ვამბობ. ხოდა ხატია ხა გადაობის მოეშვი. არა, დღეს მართლა გავიღვიძე ვის ნახევარზე. რადგან ეხა ხდება 10 საათი და უბრალოდ გარეთ უნდა გავიდე და მაგის გამო გავიღვიძე ვის ნახევარზე, თორემ შანსი არა. ნამდვილად არ მაქვს იმის ნერვები, რომ თუ მაგალითად სადმე არ მივდივარ, ვის ნახევარზე გავიღვიძე, უბრალოდ დღეს ეგრე მომიწია. და ვის ნახევარზე კიდევ იმიტომ გავიღვიძე, რომ დილით ვივარჯიშე და ბედნიერი ვარ ჩემი თავით, რომ ეგ გავაკეთე. ხოდა ხა თავს კარგად გრძნობ რაღაცა ვივარჯიშე და თავიდან მოვიშორე. აი ეს ადამიანები რო არიან, ვარჯიში ისე მიყვარს. ისე მიყვარს, რომ უბრალოდ განუყოფ რა, ანუ ვისატყუებ, რომ ვარჯიში ძალიან გიყვარს და გსიამოვნებს და ანუ თუ გსიამოვნებს შეგიძლია რომ 8 საათი მაგალითად გაატარო ჯიმში ისე რომ ანუ მაგ ყველაფერში არ მუშაობ და ივარჯიშო 8 საათი თუ ეს ძალიან გიყვარს, როგორც მაგალითად სამუშაო საათებია. Don't lie, please. არავის არ უყვარს, მგონი. მოკლედ ახლა უნდა წავიდე. და შემდეგ არ ვიცი როგორ იქნება დღე. სხვათა შორის ეგეთ ვიდეოს გადავიღებ უფრო სწორად, რომ 5 საათზე ავდექი და Oh, what a beautiful day. ნახავ ჯერ კარგად გადავხედავ ქართველი ინფლუენსერები რას ეკეთებენ ხოლმე და შემდეგ უკვე გადმოვიღებ მეც, რომ მეც ეგრე დავიწყო დილა. იმას ვერ გავაკეთებ. 5 საათზე ავდექი, შემდეგ წავედი სავარჯიშოდ და 10 გადაღება მქონდა და შემდეგ მოვედი. ამ ორაგულში მივეცი 1000 ლარი, თქვენ შეგიძლიათ უფრო ბიუჯეტური ორაგული შეიძინოთ, ასეთიც არის. შემდეგ წავედი რაღაც GPS-ის პარტიზე. ძალიან კაი იყო. მოდი ახლა გავაკეთოთ რაიმე detox მუსი. და შემდეგ დავიძინოთ. კარგად, იმედია თქვენც ისეთივე დღე გქონდეთ როგორიც მე მქონდა. Period. კაი, არაფერს არ დავცინი მეკაპებო მართლა. უბრალოდ let's have fun. და აი ადამიანები რო იღებენ და უფრო მხევლები იყვნენ, მგონი რომ სამყარო უკეთესი იქნება. და let's do this. და ის არის კიდევ ჩემი საყვარელი. რა გჭირთ ხალხო, ისედაც სტრესულ სამყაროში ვცხოვრობთ. Okay, I'm done. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამოვიჩემე ეს capri pants და ანუ სულ ეს მაცვია. Kitchen. ჩვენ მოვამზადებთ მარწყვის და ბანანის მაჩას.
რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი გამოვა. Oh my god, ძალიან გარუჯული ჩან ვარ, ხო? პირველ რიგში გვჭირდება მარწყვი, რომელიც წავა ბლენდერში. ყველაზე კარგად რაც გამომდის მე არის სასმელების გაკეთება. ასე რომ სჯობს რომ გავაკეთო ხოლმე სასმელები და საჭმელს შევეშვა. So yeah. ეს მარწყვი რო ვიყიდე სხვათა შორის ჩან და დიდები და არის ძალიან პატარები და ნერვები მეშდება. ანუ ესეც წუნი კი მარწყვი არ მეყვარს რა დებილობა. და მედგე ჩემაზეც საკმარისია ბანანი ცოტა იმიტომ რომ არ მინდა რომ ძალიან ბანანიანი იყოს და დაახლოებით აი ამ ხელა და ცოტა ჩვენი ნუშის რძე ამ ნუშის რძენ დამესპონსოროს იმიტომ რომ ძროხასავით შემოართვა What is it? This is a work of art. This is what I'm talking about. ძალიან გემრიელია და გირჩევთ რომ გააკეთოთ. Yes. Yeah, it's given me LA vibes.